ეს სათნო და ხანდაზმული ქალბატონი 94 წლის თათუშა შურღაია თორდია. იგი გამორჩეული და წარმატებული ქალბატონია აფხაზეთიდან. საინტერესო ბიოგრაფიის თათუშა შურღაიას და თორდიების ოჯახს აფხაზეთის საზოგადოება კარგად იცნობს. პროფესიით იურისტმა ღირსეული ცხოვრების გზა განვლო მნიშვნელოვანი მიღწევებით და გამარჯვებებით. იყო ცხოვრებისეული სირთულეებიც, აფხაზეთის ომი და საკუთარ ქვეყანაში დევნილობის მძიმე ხვედრი. მიუხედავად გადატანილისა და ასაკისა იგი ძველებურის შემართებით აგრძელებს ცხოვრებას. ქალბატონი თათუშა დღესაც მაგალითის მიმცემია საზოგადოებისთვის. პანდემიის პირობებში ჩვეულ სიმტკიცეს იჩენს და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას იკეთებს. ის მოუწოდებს ადამიანებს გაიკეთონ ვაქცინა, რათა ქვეყანა ნორმალურ ცხოვრების რიტმს დაუბრუნდეს. ძვირფასო მემამულენო, გაიკეთეთ ვაქცინა. ეს სხვა გზა არ აქვს. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც გვიხსნის მოულოდნელ სიკვდილისაგან. ხალხო, გაუფრთხილდით თქვენ ჯანმრთელობას, გაიკეთეთ ვაქცინაცია. დავლოცვილი იყავით, ღმერთი მუდამ გწყალოდეს. ღირსების ორდენის კავალერი 94 წლის ღვაწლმოსილი ქალბატონი დღესაც იმ იმედითა და რწმენით ცხოვრობს, რომ თავის ღირსეულ შთამომავლობასთან ერთად ჩავა სოხუმში. ქალაქში, რომელიც მუდმივად ენატრება და ქალაქში, სადაც მეუღლის მიტოვებული საფლავი ელოდება. მე დიდი გაჭირვება გამოვიცადე, ჩემი შვილი, ჩვენი ოჯახი ყველა ტოლერები ვართ, მაგრამ ჩვენ ეს არ გვიზნია. ჩამოვედით ჩვენ საყვარელ დედაქალაქში, ჩვენ აქ ცხოვრობთ ისე როგორც ჩვენს ოჯახში, მაგრამ ის სულს არის, როდესაც შენ ოჯახში ხარ. ამიტომ მე ყველას მოუწოდებ, რომ გაუფრთხილდეთ ჩვენ ჯანმრთელობას, გავიკეთოთ ვაქცინაცია, რომ დაუბრუნდეთ ჩვენ საყვარელ სოხუმში და იქ ყველა ერთმანეთს მოვეფეროთ, ჩვენ ძმებს, ჩვენ აფხაზებს, რომელთაც ჩვენ არაფერი არ ქონდა გასაყოფი. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით. აფხაზები და ქართველი არასდროს არ იყო გაყოფილი. ჩვენ ერთად ვიყავით ჭირში და ხინში. ეს რაღაც მოხდა გავგებრობა, მაგრამ მე არ ვიცი, მე 90 მისეული ვარ უკვე თქვათ. 94-ში გადავედი, მაგრამ ჩემი შვილებმა უნდა ისწავლონ აფხაზეთში, საქართველოში.